მიკროფონი ხელში, იმიტომ რომ არ მაგდება. პატარა storytelling-ი. Let's go. Yeah. სანამ თეატრებში განგსტერების თორი გადის LA-ში ბოლივუდის მსახიობებს ბოლიადის სანამ ფეტიში გაგანდიდების გოლიათის მე ვარ ჯი შენ ხარ ჟევერაზროს ტოლიათის მითხარი ვისი სული ქსურს თუ არა მანდ გაჩერდი ბავშვობაში გვიყვარდა და მყური თამაშები მე ზობლის კარზე კაკუნი მოხება ვანდალები თქვი ვისი ფანჯარაა მიზანში ვარ არბალეტით გავა ფუჭო თუნდა რამე ჩვენი სენია ჩვენ თამაშს აკვირდება აი ვნიდან ბებია იცი მეც ვაგორებდი ბურთს ვიყავი ამაყიროთ სათავი მეგონა უბნის თარი კვარაც ხელია გაბიზარდეთ აღარ ვთხოვდი ჩაშვებას ეზოში დედებს მაგრად დასწორებდა კაუნტერის სკოლის მერე მაშინ მივხვდით მაგრად გაგვისწორდა ქუჩის სტილი როცა კომპიუტერში ზანგიჯეტეა ჩავიწერეთ თუ გეტყვი ის არა ეს გამოსვლას ველოდები შუა ქალაქში ისევ არიან მეგობრები ვიღაც იხუჭება და ვიღაცა შერჩა ბოლო ხელი დღემდე არ ვიცი სად მიფრინავენ წეროები ჯერ ვჩხუბობდით მერე ვრიგდებოდით და მაინც ვიყავი ძმები ეს იყო ამოუხსნელი ამოცანა მაშინ სად იყო ამერიკაში ბანდებში სროლები როცა უბანში ჩვენ თამაშობდით დრახობანას იბა ზანგიჯეტე ჩემი ბავშვობის ეს რეკი არ მიდის ბარში ლექსი ჯაზზე შაქარია ყველა სიტყვა თუ დამეწვევი ყავაზე ასე ვაუსებ ისეთ სავსე ვაზებს ვარდით რადგან დარდით დამიამდეს თუ სხვა ვერასახში შვილი მომჩნევს ჩემს გოგოს მეტი გული ვიდრე კაცებს მე ვშლი ემოციებს შენშლი კარტებს მაძლიერებს რაც ზურგზე დამცემს ეზოს ბავშვებით ვითვლი ტრამვებს ვიღებ რჩევებს ისე როგორც აბებს ვისმენ ვუსმენ ვიგებ ამბებს და როდის მერე ვარჩევს ღაფრებს ჩვენ მოსაპარად აღარ ვაკითხავთ ხეებს და აღარც ეზოშიბებდია არყით ისკევებს თუ არ აგროვებ დროს რა მოგიტან შედეგს და რა უცვლის ფერებს მკვდარი ქალაქის ხედებს და რატომ აქვთ კედლებს უფერო ბზარი ძრავიან გემებს რად უნდა ზურგის ქარი არავინ იძახის ეზოდან ტელეფონზე ზარი და არ დამთავრდა ეს ბარი okay Can I kick it? Yes, you can I kick it? ამბობენ რას დაუდუმდი ბევრს დაუბრუნდი რეპს საუკუნის ვერს ველით მესულ უნდა მედინა როგორც საუტურისტებს საუნდს გულიდებს ქმნი აკუსტიკურ მოდას თავი გონიათ რო ამილში ვიყენებ კაუსტიკურ სოდას აუტისტურ როჟას საბლაინები აქ თითქოს ნაუტილუს ხოდავს არ დაიხშო ბლუხ წყალწაღებულ წყალსაც არ მოგაწვდი ყლუბ ენემ კანიბალია რეპერებს ჯამს მომშივდა ბუხ ყველას კიდია შენი არსი როგორც სკოლანევაბი ჰათ ამის შანსი მსგავსი როგორც ოლაფს цаრიელი დრამა გიფორმებს ჰანსი მერი კოლაფს შენზე მეტი angle ექნება გაცილები donuts rhyme schemes crime scenes ვამსგავსე prime beast წავართვა სხვების gold-ობა ბიჭმე არ მწყინს თხებმა ჩაიწერეთ note-ი სანამე გაგისტუმრე note-ი უკვე მიძახეს go enemy go-ი მარადონე დიდიეგო კიდია თუ არ გეტკინა 10-იანი ლაინები თავზე გიფრენს ლაინერი თვალწინ როგორც ლაინერი ლაინებს მიკონტროლებენ ლაინსმენი არაფერი გაქვს ლაისმეტი არ გისმენდი fuck this baby არაფერი მithქვამს კარგის მეტი კარგის თმები okay enemy spotted მოგესალმებით მეგობრებო, გაგიკვირდებათ და ისევ მოპოდკასტოდან ვართ. ჩვენი სპონსორია Leader Sport-ი, ასევე ჩვენი მეგობარი კომპანიები Omega Ember და Flat Rent. დღეს ჩვენი სტუმარი არის Enemy. მოგესალმებით ყველას. როგორ გიკითხოთ? მაგარი კომპლიმენტი გაიჩიტა. ეს არის. და ეგ არის. როგორ ახარ? რავი, ძალიან კარგად ვარ, იმიტომ რომ პირველ რიგში აურა არის კარგი, vibe არის კარგი, მიზანი არის კარგი, პროექტი არის კარგი, არტისტები ხართ კარგი, რა ვიცი, სტუმარი არის კარგი, რაც ვთავარი. Yes. ხო, და თან ყოველთვის საინტერესოა ხოლმე იმდენად ჰიპ-ჰოპით განათლებულ ადამიანთან საუბარი, ამდენადაც შენ ხარ. ამიტომ რომ მიუხედავად თუნდაც ანუ სულ დავივიწყოთ ის რომ არტისტი ხარ, რა შემეცნება გაქვს მუსიკალური, კომუნიკაციით რაც კამერის უკან მქონდა, იქიდან შევატყე რა, სულ არტისტობას რომ გადავდოთ გვერდზე. ასე რომ ყველა კონტექსტით საინტერესო სტუმარი ხარ. იმედია მაყურებლისთვისაც ეგრე იქნება, იმიტომ რომ გადმოცემის უნარი ვფიქრობ, რომ ცოტა ხელოვნების საკითხი არის და თუ ეგეც გამომივა და რა ვიცი, ცნობადობაც აიწევს ამ გადაცემის ჩემიც კომენტარებში
ბლოგშიც რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურება და დაგვიწერს რამდენად საინტერესო ან უინტერესო იყო. ფიქრობ ჩვენც წაგვადგება, მე ყოველ შემთხვევაში ვეცდები რომ რაც შეიძლება საინტერესო სტუმარი ვიყო თქვენ. ჩვენი სად ვიყავი დაკარგული ხა იგვითხრა. ხო, სად ვიყავი დაკარგული. ეხლა არ ვიცი რამდენად სულელური პასუხი იქნება, ან რამდენად ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს, მაგრამ ჩემ ძველ სიმღერებს რო უსმენ ხოლმე, არც ერთი არ მომწონს. ჩემი ან ძველი არხის წაშლა ან როგორი მარტივი ამბავია, იცი? ან fuck off მარტივად შემიძლია ეგ, იმიტომ რომ აი როცა რაღაცას წერდი, ყოველთვის ვიყავი აი rushing mode-ზე, ანუ ეს უნდა დავწერო, იმიტომ რომ იმას უნდა, ეს უნდა დავწერო, იმიტომ რომ ეს მოსწონს ამ ადამიანს. მე ვიღაცამ გამოუშვა სიმღერა და ვა, მეთქი რა მაგარი ლირიკებია, უცებ დავწერდი და არასოდეს არ მქონდა განცდა, რომ ამ ყველაფერს სჭირდება, აი როგორც ახლა თქვენ სიმღერები მოვისმინე ბიჭების, დარწმუნებული ვარ თქვენც მოვისმენ და ძალიან მოგეწონებათ. როგორც თქვენ გაქვთ აი ეს დაღვინებული ხარისხი, იქ ცალკე მიქსი უნდა იყოს კარგი, იქ ცალკე flow უნდა იყოს კარგი, იქ ედლიბები უნდა იყოს ძალიან კარგი და აი ყველაფერს ენერგიას აძლევს სიმღერას რა. Yes. მე მქონდა ყოველთვის რაღაც ერთი დეტალი. ან რაღაც კარგი rhyme scheme იყო, ყოველ შემთხვევაში ჩემი გადასახედიდან შეიძლება არც იყო კარგი, შეიძლება რაღაც beat-ი მქონდა კარგი არჩეული, შეიძლება რაღაც უცებ ემოცია მქონდა დაჭერილი, მაგრამ საერთო ჯამში არ იყო რა შეფუთვა. მე რომ მივხვდი, რომ თურმე ამას შეფუთვაც უნდა და მარტო იep არ არის რა რეპი. მე უკვე გავიჭედესავით, იმიტომ რომ არ მქონდა სკილები, თითქოს პატარა საქართველოს, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობა არის ყოველთვის რაღაც დისტანცირებული და მეც ყოველთვის მიტყდებოდა რომ ვიღაცას მისულიყავი და მიუხედავად მისა რომ ძალიან ბევრი რეპერი ასე თუ ისე ახლობელი და მეგობარია ჩემი რომ მეთქვა იცი რა აი მასწავლე რა მაგრამ მე უკვე აი ეს ცნობადობა საიდან წამოვიდა რომ ადამიანების ისტორიებს შავღურმავდი სიმღერებს როგორ წერდა Kanye West-ი მაგალითად Just Blaze-ი როგორ აკეთებდა თავიდან sample-ებს და შემდეგ და მე მოვიდა ეს ცნობადობაც და რომ დაგროვდა ეს ტექსტუალურად ყველაფერი ბიტები დაგროვდა მე უკვე ჩაწერის ამბავზე რომ მიდგა საქმე, აი მანდ უკვე სხვა პრობლემა მიჩინა თავი, იმიტომ რომ აი ეს delivery, რის გამოც არ მომწონდა ჩემი სიმღერები. აი სულ სხვა იყო რა. აი Andre 3K-ის კონდა ადრე ნათქვამი რომ ანუ ყველაფერი ძალიან მაგარი მქონდა, მაგრამ Dungeon Family რო კონდა Outkast და შემდეგ რომ ჩავდიოდი სარდაფში და წერდი ამ ყველაფერს. იმის და მიუხედავად რომ ბარები ძალიან კარგი იყო და ბიტიც ძალიან მაგარი იყო, ანუ ემოცია არ ქონდა სასტავს და ამას აბრალებდა იმას რომ delivery ანუ ხმა არ ქონდა თავისი ნაპოვნი რა. ხო. და მეც რომ მივდიოდი სტუდიაში და ამ ყველაფერს წერდი ხო ანუ ეგ სხვათა შორის აი ხო აი ერთი შეხედვით ძალიან მინიმალური რაღაცაა, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია ზუსტად ეგ ხმის ტონის შერჩევა რა. შეიძლება ერთი შეხედვით არ დააკვირდე, მაგრამ აი ყველაზე მნიშვნელოვანი პონტი არის რა. ხო, ხმა ყოველი ახალი ტრეკის გაკეთების შემდეგ ხვდები რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორი ტონის შერჩევა ტრეკზე რა. და აი ყველაზე მთავარი პონტია და ის გაგრძელებს საინტერესო რა. ხო და ანდრემაც ეგ თქვა რომ მე ზუსტად არ მახსოვს რომელმა არტისტმა, მაგრამ ურჩია რომ აი ნუ ცდილობ რა, ანუ ძალიან cool იყო და ისა რა, ანუ როგორც ჩვენ გველაპარაკები და აი როგორც მიკროფონს მიღმა კითხულობამ ყველაფერი, შენ შემთხვევაში ეგ არის ბუნებრიობა და ანდრემაც მე ტექსტებიც შეცვალა მაგ მხრივ რომ ანუ ხმა რო დაიჭირა, ამ ხმას უკვე სხვა სათქმელი მოქონდა რა. ხო და მე ბევრ რაღაცას რო წერდი და მე ვისმენდი ამ ყველაფერს, მეთქი აი ძალიან ცუდი delivery მაქვს რა, არ არის ეგ ორგანული, ახლა რასაც მე ვისმენ ჩემი ხმიდან გამომდინარე, ამას არ უნდა ისმენდეს მსმენელი და თავიდან დავიწყე ქერქასთან, ჩემ ძმაკაცთან, ქერქა მოკითხვა თუ უყურებ ამ გადაცემას. მეც ვიცნობ. დარწმუნებული ვარ იცნობ. მე საიდან ვიცნობ, ბოდიში მართლა ისა იანგმა იქთან რო არ გავიდა ბეთში მაქედან ვიცი პროსტა დალში არ მსმენია ბოდიში. სანამ ბეთლები და არსებობდა მანამ ვიცნობდი ქერქას. ხო, ქერქა ძალიან დიდი ისტორიის მატარებელი ადამიანია, იმედია კიდე მომეცემა მე ქერქაზე საუბრის საშუალება, თუ გინდა მე რაღაც მიმართულებით მოგიყვებით, რა დამსახურებები აქვს ამ ადამიანს, დუალიციდან. ხო რა, ხო და ამ ადამიანთან მივედი, ჩავწერე, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მეც ჩემი პროფესია მაქვს, იმასაც თავის პროფესია აქვს, თან სხვათა შორის ყოველთვის რაღაცნაირი რომანტიკა არის ამ ადამიანში, იმიტომ რომ თან მუსიკოსია, საოცარი და თან პროგრამისტი. ანუ ორი განსხვავებული სამყარო, იქით ციფრებია, აქეთ ნოტებია რა, ხო და მაგიტო ძალიან საინტერესო იყო რა ეგ პროცესი. ჩემს TikTok გვერდზეც მაქვს ატვირთული ერთ-ერთი სიმღერის ჩაწერის ვიდეო. და ძალიან კარგად მახსოვს ეგ, იმიტომ რომ ყოველთვის მაკლდა ხოლმე, როგორც აი ვიდეოებს რო უყურებ ხოლმე, აი თუნდაც Eminem ან 50 ან Snoopy ან ვიღაცები რო პროდიუსერთან ერთ ოთახში რო არიან რა და ეს ხალისი როა და რაღაც მაგია და უცებ რო წერდა, რაღაც განსხვავებულია რა, მაგრამ სახში რო წერ შენთვის მაგის მერე საერთოდ სახში ვერ წერ რა, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი მაგ სახში არ შემიძლია რა, მივიდე და ჩემი კატის ემოციას ხო არ შევხედავ, ხო ანუ მეც რომ მიხარია, გადამდები არ არის რა, ანუ არ ეკლა არა აქ და პროსტა გასცემ ამ სიხარულს და არაფერი არ გიბრუნდება უკან. ამიტომ
აი ამიტომ გაიწელა რა, იმიტომ რომ ის მიქსი გაიწელა, იმიტომ რომ ის მიქსი არ იყო რაც მე მინდოდა, ერთმანეთს ვერ ვემთხვეობდით რომ მე თქვა რომ აქ ეს აუწიე, ეს დაუწიე. მე უკვე ბიტებმაც ხასიათი დაკარგეს და მოკლედ ბევრი რო აღარ გავწელო, სადღაც 2 წელი ამ ყველაფერში გაიფლანგა. მაგრამ ჩემს თავში შევატყო ერთი რაღაც რომ აქამდე თუ ჩემი ტექსტები არ მომწონდა, დაახლოებით რამდენი 10 წელი რა. 10 წლის განმავლობაში ერთი კარგი ტექსტიც არ მქონია ჩემი გადასახედიდან დაწერილი. აი დაჟე ანბანიც რო დაჟე. მაგაში ვერ დაგესახმებია. არა, ნახე, ანბანიც რო ანბანია, ჩემი აზრით კი, ნუ ერთადერთი რამ არის ბეთლის მერე, აი მონტანასთან ბეთლი რომ მქონდა, აი ეგ რაუნდები და ეს ანბანის ვერსი, ორი რამ არის, რაც ვფიქრობ რომ ძალიან კარგად მახასიათებს, მაგრამ ამ ანბანშიც კი უკეთესი ვერსი მაქვს ახლა რა. ოკეი. ხო და ანუ ეგ მაქვს რა გულნაკლული ყოველთვის ვერ უსმენ ხოლმე, იმიტომ რომ აქ შემეძლო ეს მე თქვა და ბევრად მაგარი იქნებოდა რა, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ადგილი არ არის იქ რომ რაღაცები შეცვალო, იმიტომ რომ rework-ed და ეგ არის. ხო რა, ანუ შეიძლება ხო ეგ მაგრამ მაგ ემოციის დაკარგვაც არ მინდა რა, ეგ ლენდმარკი არის ეგ ტრეკი და აი როგორც იმას რა ქვია, რემი მასკმარს რა ქვია და მოვიწყდა. ვისაც პირველი რამ და მოვიწყდა. მაყურებელი მიხვდება, ანუ კომენტარებში დაწერეთ თუ იცით. რა ქვია იმის მარს? ხო, რა ქვია რემი მასკმარს. აი როდის დაწერო, იცი ვიდეოს რო დაალაიქებ და არხს რო გამოიწერ მე. ხო, აი ამ მნიშვნელობაა. ხო და მაგას ქონდა იდეაში სამყაროში პირველი ეგრე ასოებზე გარითმული სიმღერა. ის ადიოდა A-დან W-მდე და W-დან A-მდე. ოღონდ ჩვენ შორის განსხვავება ის იყო, რომ იქ არის რაღაც bunch of words, რომელიც უბრალოდ იწყება სიტყვაზე თქვათ Y ასოზე და ასე შემდეგ და არა აქ მაინც და მაინც დიდი ხო, აზრი არ არის და მე ვეცადე რომ ეგ გამეკეთებინა. თან ამ ტრეკზე ბარემ უცებ პატარა ისტორიას მომყვები რომ იდეა ყოველთვის მქონდა, ანუ მაგ ტიპს რომ მოусმენ ფაფუს, აი ხა გამახსენდა ფაფუს, შეგიძლიათ ალფაბეტ რეპ ჩაწერო და ამოგიგდებს, ხო და რომ მოვისმინე, მეთქი ამის გაკეთება შეიძლება რა, პროსტა ის არ მქონდა რა, pushing-ი არ მქონდა საკუთარ თავთან, რომ ეს ძალიან დიდი შრომა მეჩვენებოდა, რომ აი დაჯდე და ადან ხმდე ჩამოწერო ყველაფერი. და მე ჰარუთულმა მომწერა, რომ ხო არ გაგვეკეთებინაო. მეთქი ზუსტად რა, სადღაც 1-2 კვირის აცდენით, მაგრამ მითხრა და მეთქი ესე ყოლა ნიშანია, მე რაღაც YouTube ბიტეზე დავწერე. უბრალოდ რო ჟღერადა მომოსმენინო როგორიაო. მე უკვე გააკეთა ბიტი, ჩავწერეთ და ყველა სასაცილო ის იყო, რომ დასრულებული ვერსია უკვე რომ დაატვირთულიყო, ვისმენ და D-ასო საერთოდ გამოჩენილი იყო. გადაო. მე მოსმენილი მაქვს და არ შემიწვია. არა, მე თავიდან ჩავწერე, მაგრამ თავიდან იმასაც და მეც გამორჩა 100 D რატომღაც და მე მეგონა ეგ ვარ საბოლოო ვარიანტი იყო და მეთქი რატომ გამორჩა. ხო და მე უკვე რაღაც უცებ დავწერე, გავაგზავნე და დაახლოებით 3-4 დღის ნამუშევარი არის ეგ ტრეკი რა. 2 დღეში ჩავწერეთ გონი, იმიტომ რომ ცალკე ჩაწერა იყო სესია, მე მიქსინგი. აი ამ ტრეკებისგან განსხვავებით, მანამდე რაც ჰქონდა დაწერილი, ყველაფერი ჩემი გადასახედიდან იყო ცუდი. არ მომწონდა, მაგრამ ეს ტრეკები ამ 2 წლის განმავლობაში რაც ჩაიწერა ტექსტები, ყველაფერი მომწონდა რა. ხო და მე ბიტები შევცვალეთ, ერთ-ერთი პროდიუსერი არის Himalayan Music, რომელიც YouTube-ზე რაღაც ბიტებს ვეძებდი. ამოვაგდო ერთი ტიპი რა. ხო და რავი, 4 გამომწერი ყავდათ რაღაცა, მუსიკა ძალიან კარგი იყო, მაგრამ ძალიან ცოტა ნახვები ჰქონდა და მე ვერ ვიპოვე ეგ ტიპი რა. ხო და Instagram-ზე ამომიგდა ვიღაც ინდოელი ტიპი. მეთქი მივწერე ამ ინდოელს, შენ ხარ? არა, მე არ ვარო და მეორე ინდოელი ჩამიგდო რა. და აღმოჩნდა ეს ტიპი რომ არის ინდოელი ბიტმეიკერი, რომელიც ცნობადობა ძალიან პატარა აქვს, მაგრამ ანუ რამე იდეას, სტილს, ჟღერადობას, BPM-ს ეტყვი, ერთ დღეში აქვს უკვე. თან ისეთი რომ, რავი, ტოპ არტისტებს დაამშვენებს. 2 ბიტი არის ამ ადამიანის, ერთ-ერთი ქართველი პროდიუსერია, Amai 808, ეგრე არის. აქედან მოკითხვა, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მისი ცნობადობაც აიწევს, 2 ბიტი მაქვს მისი ამ ალბომში, იმიტომ რომ აი ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ ეგ ადამიანები რა. არადა ჩემ დიდი სურვილი იყო, რომ ყველა მათი ყოფილიყო ბიტი, მაგრამ აი უკვე რომ ვაიბი მქონდა დაჭერილი, ცოტა ძნელია, რომ აი რაც არ უნდა უთხრა ადამიანს, რომ აი ეს ვაიბი შემიქმენი, დრო ჭირდება რა. მე კიდე ან დროში ვიწვოდი იმ თვალსაზრისით, რომ აი მალე მინდოდა დამედო რა. იმიტომ რომ ხალხიც უკვე რომ ხდებოდა სადმე თუნდაც 2 ადამიანი რო ხდება და გეუბნება საერთოდ უცხო ადამიანი, რომ აი შენ სიმღერას ველოდები.
რაღაცნაირი განცდა რა, იქ უკვე რაოდენობაზე არა ლაპარაკი, შეიძლება 200,000 მაგითხრას, შეიძლება 2 მაგითხრას, მაგრამ როგორ გეტყვიან, ეგეც განსხვავებაა, ხო? ხო და ჩემს წარმოდგენაში რო იყო ეს აუდიტორია შექმნილი ადამიანების, რაღაცნაირად არტისტი იღვიძებდა რა და მინდოდა რომ დამედო და აი ეს მომეფხანა ჩემი არტისტის გული რა, ხო და მე დაიწყო ჩაწერები InSound-ში, ეგეც ცოტა გაგვეწელა, იმიტომ რომ სადღაც 2 თვე მიდიოდა ჩაწერა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სესიაზე დაახლოებით 4-5 სიმღერას წერდი რა, ანუ 2 სესია დამჭირდა სულ ჩაწერის, 7-8 სიმღერა ჩავწერეთ. აქედან 7 დავდეთ. აი ალბომი Enemies Party. Yes. მაინც ვარეკლამებ საკუთარ თავს. Description-ში იქნება ლინკი და უეჭველი მოусმინეთ, იმიტომ რომ ძალიან ძესკი ალბომია. დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის და იმედია თქვენც მოგეწონებათ, იმიტომ რომ აი მართლა სრული და გული ჩავდე, დარწმუნებული ვარ რაღაც რენოვაცია მოახდინე საკუთარი ჟღერადობის და ჟღერადობის მხრივ განსხვავება არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ არ მგონია ქართული ეგეთი სიმღერა მე არ შემხვედრია Memphis-ის მიმართულებით, Funk-ის მიმართულებით, აი ყოველთვის მომწონდა ეს ჟღერადობა. რომელი წლიდან, რა ვიცი, Memphis-ის 1900-იანებიდან დაწყებული cassette tape-ებიდან მოდის ეგ სტილი, ანუ თან ამ სტილის დამახასიათებელი ჟღერადობა რა არის, რომ ის არა აქვს რა მიქსინგი, უბრალოდ სადღაც მანქანაში წერდნენ და უბრალოდ ბიტსედებოდა და მე ვრცელდებოდა და აი კლასიკური ჟღერადობა შემორჩენილი არის მარტო კასეტებზე. ანუ რეალურად მისი ციფრული რაღაც ვინილზე ჩაწერილი არ არსებობს და ყოველთვის რავი 100,000-ობით დოლარები ღირს ეგ კასეტები, რომ აი იპოვონ და რავი რაღაც ჰიპ-ჰოპ მუზეუმებში რო დაიდოს ასეთი და აი მაგ ჟღერადობამ დღემდე სტილი არ შეიცვალა რა და ეგ ძალიან მომწონს, ძალიან მოფასებ და ვცდილობ რომ აი ამ ჟღერადობის ამბასადორი გავხდე საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან მომწონს აი ეს Memphis-ის ჟღერადობა, Funk-ი ამაზევიდან დამატებული და ეგ ალბომი ამას ემსახურება უბრალოდ 100%-ით ვერა. ეგ არის ერთადერთი გულწყვეტა ამ ალბომთან, რომ 100% რა ჟღერადობაც მინდოდა, იმის დრო არ მქონდა, მაგრამ ეხლა ამ ხრივ უკვე პროდიუსერთანაც, ამ აი 808-თანაც 3-4 ბიტი უკვე ისეთი არის ზუსტად როგორც გვინდა. და ვფიქრობ ახლო მომავალში უკვე დაიდება რა. ხო, ეხლა თან არიჩქარებ რა, იმიტომ რომ ის ბოლოდინი რაც მაშინ იყო იმაზე ერო და ანონსე, უკვე ეხლა ისეთი ის არ იქნება რაღაც ზეწოლა რა, შენ პონჩი უფრო თავისუფლად იქნება რა. დრო რომ მქონოდა, მაგრამ ეხლა უკვე სიჩქარეც იმდენად არ ქვია. მოკლე ახლო მომავალში დავდებ უფრო სწორად. ვითომ დაჩქარებულია, მაგრამ უკვე უფრო თავისუფალი ვარ რა. ყველაფერი ბუნებრივად ნატურალურად მოდის, რომ ამ ერთმა ტალღამ გადაიარა და ტალღებივით მიეწყობა 10 დანარჩენი. ძალიან კარგი. მე ძალიან მინდა ეხა იმ თემაზე საუბარი, რომელსაც ფიზიკურად გვერდს ვერაუვლით, იმიტომ რომ არა კაცო, ვისაუბროთ ყველაფერს განსაკუთრებით, შენ თუ ვერაული გვერდს, ესე იგი მაყურებლის ინტერესი არის მაგაში. Yes, აი ზუსტ მოდი გავყვეთ თავიდან რა. კი ბატონო. ბეთლების კონცეფცია რა, ვინაიდან მეც გასული ვიყავი პროექტში, შენც იყავი, დიჩის არ ვიცი უნდა და არ უნდა და, მაგრამ დიჩიც მოყვარული არის ბეთლების. იცი როგორი რაღაცა მაინტერესებს, ეხა აი პირველი სეზონი რო გაიჩიტა რა. შენ რა თქმა უნდა ფამილარული იქნებოდი ბეთლების მიმართ მანამდე დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ანუ ის ლირიული კონცეფცია რაც შენ გქონდა ბეთლებში, ანუ გულისხმობ რას, სეტაპი პანჩი რა. ეგ იყო მაგროინდელი მსმენელისთვის, თუნდაც არტისტებისთვისაც რაღაც ახალი პონტი რა. ხო, ეგ ვიღაცებმა გამოიმუშავა შენ ბეთლზე რომ ხო, თუნდაც საინტერესო ვორდპლეები და ამბები რა. აი მე მაინტერესებს საიდან განვითარდა ეგ ყველაფერი რა, შენს არტისტულ ამბავში რა. ლამის ზუსტად მახსოვს ყველაფერი. სადღაც 2012 წლიდან პირველად გამოჩნდა ეგეთი ადამიანი პელე. ხო. ზოგადად საქართველოში. და მე და KA გეცოდინებათ KA, ქართველი არტისტი. წერდით რა ადრე და უცებ KA მიგდებს, რომ ვიღაც ტიპი მიწოს ბეთლშიო რა. ხო და მაშინ ბეთლის მცნება ერთადერთი ვიცოდი Eminem's ფილმიდან. და ისიც Eminem's დისკოგრაფიიდან რაღაც დოკუმენტარის და ასე შემდეგ რო ვიდეო YouTube-ში რო ჯუსის და ვიღაცებს რო ებეთლავება. ერთადერთი ეგ იყო რა, მთელი ჩემი არეალი ბეთლზე. ხო და მე უცებ ჩამიგდო პელეს ვიდეო, არ ვიცი ანტიკური ხანის ვიდეო დითლება ეს, არ ვიცი ვინმეს თუ აქ ნანახი. პელე სადღაც დგას ქუჩაში, გარეთ, თან მაშინდელი მობილურების პიქსელები ხო წარმოვიდგენია. ხო და ჟღერადობაც ეგეთი იყო და რაღაცეებს ამბობს K-ზე რა. თან მაგ დროს მქონდა ესეთი გადაცემა რეპერებთან დავდიოდი, რეპორტაჟი ქართულად ეწერა მე. კაბელიანი მიკროფონი და კი. მე გამოტოვე ეგ პერიოდი დიდი ალბათ მე არ მახსოვს. მე რო ვეძებდი და YouTube-ში ვერსად ვერ ვნახე. ხო და მან გარითმა რომ რეპორტაჟი კი არა, შენ უნდა გააკეთო, ანუ
რეპის სიტყვის თამაში იყო, ანუ რეპ, რომელიც წერდა მე ქართულად ორტაჟი, ამან მითხრა რომ უნდა გააკეთო პრეზერვა და ტივიო. ეგ იყო პანჩლაინი რა. და მაშინ გულზე მომხვდა მე. ვაჰ, ეს რა მითხრეს? ხო და რატომ უნდა ერქოს პრეზერვატივი და რაღაც ეგეთი და მე ამ кейსაც წერდა, მოკლედ ეგეთი ტიპიაო რა, რაღაც პანჩლაინებს წერსო. მეთქი პანჩლაინი რა არის? ხო და მეც აუბი მხარი რომ მეთქი ვა და მე რომ დავიწყე უკვე დასერჩვა URL იყო ახალი დადებული რა, Ultimate Rap League. ხო და მაგ რო უსმენდი, ტიპები ისეთ level-ზე იყვნენ, რაღაცებს ლაპარაკობდნენ და იმასაც ამ მთელი დარბაზი ინგრევა. ოუ, shit და რაღაცა და მე აქედან ვერ ხვდები, ანუ რა თქვა ამან, ეგეც რაღაც განბარები იყო, რაღაც აი სასწაული განბარების სხვადასხვა ქართულ ბეთლ კულტურაში დღესაც არ არის დამკვიდრებული. აი, ჩემი ერთადერთი ბეთლი იყო მაგის მაგალითი მონტანასთან, რომ აი გან და რაღაც სასტომო ვერ აღიქვა, რომ ანუ აი მაგას გულისხმობ. ხო, უცხო არის რა მსმენელისთვის განბარები ძალიან. ხო და ეგეც უბრალოდ კრეატივის თვალსაზრისით იყო რაღაც სასწაული და მე რომ ჩაუღრმავდი ამ ყველაფერს და მე slow it down, I just dissed you და რაღაც ეგეთი რაღაცები რო იყო, მეთქი ვაიმე ტიპები რა მაგრები არიან ეგეთ დონეზე, აი ვერასოდეს ვერ ვიქნებით რა. ხო და რეალურად ბეთლ კულტურა არის. ხო არ შეგაქმნევინე ეგ პროექტი, მე რა წამოიწყე Facebook-ზე. ხო შენ ქონდა წამოწყება რომ ჯერ freestyle-ის წამოწყება მახსოვს. freestyle კი. ტიპები ეგ მახსოვს freestyle challenge იყო. ძალიან ბევრი ჩაერთო სხვადასხვა. მე მახსოვს კიდე ეგეთი რაღაცა რომ competition challenge-იც ქონდა თუ ხო, ნახე. ქრონოლოგიურად ხო სადღაც ეგრე მიეწყო. Ice bucket challenge-ის პერიოდი იყო რა. ხო და მეთქი ანუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გადმოვარეპერულო მეთქი რა და მაგ დროს ალბათ მაგ ტერმინოლოგიას ვიხმართ. ხო და მე გადავწყვიტე freestyle challenge. ხო და სახში ჩავწერე და გამოვიწვიე Young Mike იყო, Zaza იყო და Geronimo მგონი თუ არ ვწდები. მე გააგრძელეს ამათმა კიდე 3-ს გადასცეს, კიდე 3-ს და მოკლედ მართლა მოვიდო იმენა. კი, ხო. ძალიან კარგად გავრცელდა, ძალიან კაი მიმართულება იყო. მე გადავწყვიტე ანუ აი რეპორტაჟს რო ვაკეთებდი ხო? რეპორტაჟს რო ვაკეთებდი ხოლმე. ძალიან ხშირად იყო, აი ხა ჩვენ ხო ვიღებთ რაღაცას, ხო? და მაშინ იყო ხოლმე საუბრები, რომ აი მაგალითად ერთთან მივიდოდი მე მეორესთან მესამესთან მეხუთესთან. ყოველთვის იყო ხოლმე, რომ აი მაგალითად ერთი რაღაცას იძახდა მეორეზე, მესამე რაღაცას იძახდა, ანუ არც ვის ესა სიამოვნოს რა. ხო და ვა მეთქი მოდი ეხლა ეს ყველაფერი გავაკეთოთ ისე, რომ ბარემ ანუ ტრეკზე იყოს რა ეს ყველაფერი, ახალი ჩელენჯი თქო რა. და წამოვიწყე this challenge. იდეაში რომ ანუ მეთქი ეხლა როგორც ფანატურად როგორც მეუდგები ამ ყველაფერს და როგორც მე მგონია რომ ვიცი ჰიპ-ჰოპი და მესმის მგონია რომ всё ეგ უნივერსალ ენა არის რა ანუ შენ თუ რეპერი ხარ უეჭველი ეგრე უნდა მიიღო ყველაფერი მაგრამ ოი საოცრებავ როგორც შენ გონია ხოლმე ყველაფერი თან ჩემი პლუსიც და მინუსიც არის ის რომ ძალიან რადიკალი ვარ რა ყველაფერში რამეს თუ ავიჩემებ, აი მაგალითად კიდე კაი ეხლა რაღაც ანიმეებში ეგრე არ ვარ, მაგრამ შეიძლება და ეხლა გოკუს ფორმით მოვსულიყავი, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს არის ბოლომდე აწვევები ერთის. ხო, რა, ანუ რადიკალიზმი თუ აქ ვარ, ესე იგი აქ ვარ რა. Yes. ხო და მეც რატომღაც მეგონა რომ ადამიანები ეგრე რა, მეთქი აი ჯანდაბას, აუ თუ დაიწყო ჩელენჯი, მეც გამოვალ და როგორც რეპერი ყველაფერს ვიტყვი, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ იქ ვიღაცამ რას ქვიაო ეგრეო, რას ქვიაო ისე თან მიუღებლობა იყო ეგ. სხვა შორის ეხაც არის ეგეთი მიუღებლობა. იმის მიკროფონს თუ ხედავ რომ ქვევით ჩადის. ეს გაგიჩალიჩება ის. ვაკავებ. ადრე მოსulis ის რა ქვია, კაი მხარე ეგა შეიძლება მაგას ცინება ნახევარისათია ძლივ შეიქმნას. ნელ-ნელა fade out-ი. შესავით გამოუძინარი შტატივი არის. თავს ვეღარ იკავებს. ჩემი ახსნა, ნუ ეხლა ყველაფერი ცხადად მესმის თავისთავად, მაგრამ ჰიპ-ჰოპი ზოგადად თავისი ხასიათით ქვეყნიდან ქვეყანაში არის განსხვავებული. ყველა ჰიპ-ჰოპს აქვს თავიანთი ბუნება და თავისი დამახასიათებელი ნიშა და მთელი ამბავი რა არის რომ რატო არის ჰიპ-ჰოპი ქუჩის მუსიკა. იმიტომ რომ შენ რაც არ უნდა დაარქვა ეხლა რაღაც პენტჰაუსებში გადაიღო, კლუბებში ჩაწერო და საერთოდ იმაში რა ქვია ბლაკში არც ერთი კლიპი არ გქონდეს. მენტალობა მაინც გინდა არ გინდა ქუჩის მოყვება, იმიტომ რომ უეჭველი. შენ იქ ბრჭყალებში რამსაობა გიწევს, რაღაც ლირიკული გაგებით, კრეატიული მიდგომით, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება შემდეგ ახსნა განმარტება, ხო? ანუ მიდგომა ადამიანის.
და ქართული მიდგომა ვერასოდეს ვერ იქნება როგორც მაგალითად LA-ში SA-ის მიდგომა და რაღაც ნიუ-იორკში განგსტერის მიდგომა და რაღაც პიმპის მიდგომა რაღაც ფილადელფიაში და ასე შემდეგ. ამ დღევანდელ ბეთლებ იმაზე რას ფიქრობ ბეთლელი რაღა იყო ამ დისებზე რა? აი ხა მაგას მან პრინციპში გვერდს ვერ აუვლი და მივალ მაქამდე და ზუსტად ეგ არის რომ რაც ამერიკაში სიტყვაზე ვთქვათ აი ამ განგსტერულ კულტურაში არის მიღებული და მოსული იგივეს გაჟღერება ტრეკებით არის მიღებული და მოსული. თუნდაც აი ბეთლის კულტურაში, იმიტომ რომ სიტყვაზე ვთქვათ, აი იქ თუ ბევრი რამე გადის, ისევ და ისევ ქუჩიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ქუჩაში მსგავსი რამ იქ სხვანაირად იხსნება, იქ სხვანაირი ღირებულება აქვს, სხვანაირი ფუძი აქვს, სხვანაირი ფესვები აქვს, მაგრამ აქ თუნდაც აი მაგალითად ახლა UFC-ში რომ მერაბი ან თუნდაც დაღესტანელი ტიპები სიტყვა აი motherfucker რო ეუბნებიან ხოლმე რა, აი Dustin Poirier რო უთხრა რა, ერთ-ერთს რომ motherfucker და ეს არ თქვა. იმიტომ რომ იქ motherfucker შეიძლება იყოს რომ აი მაგალითად ჩემთანაც დარბაზში ახლა ერთ-ერთმა უცხოელმა ჩემს მეგობარს უთხრა, "Oh you motherfucker man." ოღონ ამ უთხრა რომ აი მაგარი ტიპი ხარო. და ამის გამო შუაში ჩადგომა მომიწია მთელი ამბები, იმიტომ რომ აქ ეგეთი რაღაც მიუხედავად იმისა, რომ სხვა შინაარსის მატარებელია ეგ motherfucker და შენ იცი რომ მაგას არ გულისხმობს, მაინც მიუღებლობაა რა. ბიჭო, თან ხადაობა ის არის რომ აი ხა რაც მოყევი რა. მაგაზე რომ გაუტრაკო, ბიჭო, უკვირთ რა. მაგათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ტიპმა მაგაზე გაატრაკოს რა. მე შეჩემა ის რომ ევროპაში პულსარ ჭამან ხოლმე. ხო, შენ ჭრილი, ნუ თუ ადამიანი ახლა გეუბნება რომ არა, ესე იგი მორჩა რა, შენ ჭრილი არავის არ აინტერესებს, აქედან გამომდინარე, მაგრამ აქ გულისხმობთ კულტურულ აღქმადობას, ერთადერთი ეგ არის. ამიტომ ქართული ქუჩა რახან განსხვავებულია თავისი მიდგომით. შენც იგივე მიდგომა უნდა გამოიყენო ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ საკუთარ თავზე ვიწვნი ეს ყველაფერი, რომ ადამიანებმა თუნდაც აი რაღაც უკბილო შეხება რო ყოფილი, აი არანაირი პირადული და არანაირი ჩესტზე ზედმეტი ამას ლაპარაკი. რაღაც ხო რა, ანუ იქ არაფერი არ ყოფილა ისეთი რა. ცუდად მიიღეს, იმიტომ რომ აი ახლა წარმოიდგინე უცხო ტიპი საქართველოში რო გვერდით აუბნიდან, ეგრე გეხუმრება რა. აი თუნდაც ფეხბურთის თამაშის დროს რო ვიღაცამ რაღაცა ხუმრობა ისეთი გითხრას, რომელიც შენ არ გაგდის, არ მომდის. მაგაზე მე მოგიყვები მე რაღაცას, ანუ მაგამბებიდან გამომდინარე არის ეგ ზუსტად შენი ამ სიტუაცია პროსა უბრალოდ არ ვიტყვი რომელმა არტისტმა მითხრა რომ ანუ მე არ მქონდაო არანაირი სიტუაციაო რა უბრალოდ ჩემს ირგვლივ ტიპებმა მოისმენესო ეგ რა იმათმა მითხრეს რომ ანუ ესო შენო პროსტა არ უნდა გაატარო ხო ვიცი ანუ მე მეც რაღაც დამიჯდაო გონებაში თუ რაღაც და ოღონდ ეს 3-4 დღის განმავლობაში ყოველდღე ეგ არ უნდა მომხდარიყო ეგ არ უნდა რაღაცები და მე უბრალოდ იმან თქვა რომ არ განსხვავების იმას აყოლილი ამბავი გაიჩიტა მაგრამ ხო თორე ისეთი არაფერი არ იყო ტრაქში ნათქვა მე რომ აი ვიღაცას მაგალითად დედაშია გინო ან რაღაც შეაგინო არ იყო რა ეგეთი რაღაც უტვინო დაწერილი რაღაცა იყო მუსიკალური შეხება ჩისტა კულტურულ საკუთრება იმენა რეპის მიმართულება იყო რა ხო და აი მაგ დროს უბრალოდ დაიამან რომ გადამიყოლა კულტურამ რა კულტურა ძალიან ძლიერი იარაღია ყოველთვის და ზოგადად ომზე ძლიერი დაპყრობითი საშუალება არის კულტურა აი წარმოიდგინე ეხლა რატომ უნდა მქონოდა მე 2002 წელს საკუთარ იმ საძინებელში Tupac-ის და 50 Cent-ის და Eminem-ის ამხელა პროპაგანდაა ხო ანუ ჩემს ოთახში და გონებაში უკვე ამერიკაა შემოსული გინდა არ გინდა მე ამერიკის მხარეს ვარ რა შენ რაც არ უნდა ცუდი მითხრა ხო იგივე მაგალითად იაპონური კულტურა რომ ბრუსლი შემოდის აქ და ჩინური უბრალოდ და ასე შემდეგ რომ რაღაც სამურაები და ანუ ქართველები ვიხატავთ სამურაებს წარმოიდგინე ანუ რამხელა კულტურულ აი ეგრე უჭირავ ხარ ტიპს და უკვე გონია რომ აი ეგ არის რაღაც აღმატებითი სამყარო როცა შენ შეიძლება იგივე ანალოგი ქონდეს ძალიან ბევრი მაგრამ კულტურის სისუსტე არის აქ რა ანუ ამ კულტურას არ გააჩნია ის ძალა რომელიც აი გონებაში შეგიძურება ეგ იყო რა აი ეს ამერიკული კულტურის გავლენის ქვეშ რომ მოეკეცით როგორც არის ამ ყველაფერმა ხედვად შემიცვალა, ანუ ჩემ პერსპექტივას, ხვის პერსპექტივას არ ეთქვეოდა. ისევე როგორც ამერიკული ქუჩით ცხოვრობდი თითქოს, არ ცხოვრობდი, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, აქეთ ქართული 180 გრადუსით შეტრიალებული სამყარო არის რა. და ამ ყველაფერმა გამოიწვია ეს collision-ი, ეხლა რა თქმა უნდა ყველასთან კარგად ვართ, იმიტომ რომ მაგათვისაც იგივე თემა, ეხლა მაგათთან გავლილი მაქვს, ვილაპარაკეთ, ვისაუბრეთ ასე შემდეგ და მაგათვისაც აღსაქმელია, მაგრამ რაც შენ თქვი ახლა რომ სხვები მეუბნებოდნენ და ეს ყურში ლაპარაკი და ასე შემდეგ
კი, იმიტომ რომ შენ შეიძლება არ თვლი ამას, რომ შეურაცხმყოფელია, მაგრამ შენს გარშემო სხვებს ერცულება მე შენზე პერსპექტივა თუ არ იმოქმედა. ხო, ეგ არის და ეგ რომ ახლა ყველაფერი რა თქმა უნდა საკმაოდ რთული პერიოდი იყო, იმიტომ რომ აი ესე რაღაც ერთი იმით ბავშვს რო ეტყვიან რომ სანტა კლაუსი არ არსებობს, ძალიან ცუდი შედარება, გულუბრყვილო შედარებას უფრო ვიტყოდი, მაგრამ აი ეს რომ ჩამოინგრა რომ თურმე არ არსებობს და აქ ფიზიკურად ვერ ვიქნები მე რაღაც ამერიკული კულტურის და ბეთლის ამბასადორი, იმიტომ რომ ადამიანი არა, ვისაც აი მოვეჭიდები რომ აი მე და შენ ვიყოთ რა და თითქოს რაღაც გარიყული დარჩი მარტო და მე ყველა იმას რო გეუბნება რომ შენ ვერ გაკაჩე, შენ არ ხარ რაღაც true, ყოველ შემთხვევაში არავის არ უთქვამს ეს ჩემთვის, მაგრამ მე მაქვს საკუთარ თავთან შეხედულება და აი ძალიან დიდი breakdown-ი მქონდა რომ ქუჩაში გამოვდიოდი ხოლმე და ძალიან კაი სიმღერა იყო, მაგრამ ცუდია რომ ვერ გაკაჩა და ამ დროს მინინგებს რო ხვდები რომ ამის უკან ისე აქვს ნათქვამი რომ აი ultra გაიყავი და რაღაც რა. ძალიან ცუდი ამისთვის კიდე რა იყო, იცი რომ ჩემს გარშემო არავინ არ ყოფილა hip hop driven guy, ანუ რომელიც hip hop-ით ცხოვრობდა, სულგმულობდა, რაიმე შემხებლობა ჰქონდა. აი კამერის ირგვლივ ვისაუბრეთ მე და შენ რომ აი ეხლაც კი რაღაც აი ამ სიმღერებს ვდებ, აი რო ველოდები ადამიანსგან რეაქციას, რომ აი punchline დავწერე punchline-ი და ყველაფერს რო გიქებენ, აუ ძალიან მაგარია და მეთქი აი რა მაგარი. ჩქარია, ბიტზეა, ისა, თავს გაქნევინებს რაღაც მეთქი აი თავარი რაც არის მაგას რატო ვერ ამჩნევ? იმიტომ რომ აი მაგაზე ვიკლავ ხოლმე თავს რომ აი იქიდან გადასვლა და მაგ დროსაც ეგ რო არ იყო და არავინ რო არ მითხრა რომ იცი რა ამას არ ექნება ეს ეფექტი და შეაყარე კედელ სერც ვიქნება და ასე შემდეგ. ხო და ბოლოს შეაყარე კედელ სერც და თან კედელი დაგეცა თავზე რა. ხო და ამ კედლის ქვევიდან საკმაოდ დიდი ხანი მიწევდა გამოძრომა რა, იმიტომ რომ ძალიან ისე პატარა ქალაქის ცნობიერების ადამიანი ვიყავ, იმიტომ რომ იცით რომ ფოთიდან ვარ და თავიდან რომ მომიწია იმაში სტუდენტობის პერიოდში გადმოსვლა აქეთ, იქ როგორი შთაგონებაა, იცი რომ თბილისი არის აი დემონების ბუდე, სადაც ადამიანები გადაგივლიან, თვალებში არ უნდა შეხედო არავის. იქ ქუჩაში რომ გახვალ ხა თავი დახარე და თუ ვინმე რამეს გეტყვის, უნდა დაარტყა და ესე და ანუ ეგეთი იმით შთაგონების სენაკში ჩვენს იგივეს გვიყვებოდნენ. აი რეგიონებში ძირითადად ეგრეა. სენაკიდან ვარ ჩვენ. ეხლა სპორტსმენები თბილისიდან რომ ჩაყავს ხოლმე რაღაც რეგიონებში და ასე შემდეგ, იქ როგორი დამოკიდებულება აქვს, იცი? აი მარტო თბილისელი უნდა შევჭამოთ და აი მარტო აი შეიძლება წავაგო, მაგრამ იმას არ უნდა მოვაგებინო რა. ეგეთი დამოკიდებულება აქვს და ანუ გასაგებიც არის, იმიტომ რომ იქიდან ყველაფერი ისე ჩანს, რომ აქ ყველაფერი აქვს და იქ არაფერი მაქვს მე რა. ხო და ასე რომ რაღაც underdog-ის მენტალიტეტი მან იყალიბდება კიდე არ კიდე ეგ არის შენ გადარჩენა. არის კიდეც ეგრე რა. არის ხო ნამდვილად ეგრეა. მართლა ეგრე არის. ფაქტი რა არის, იცი? ზოგადად რა, ერთი რაღაც ცვლის ყველაფერს რა და ეს ერთი რაღაც არის საზოგადოებრივი შეგნება. თუ საზოგადოებრივი შეგნება ჩამოყალიბდება ისე რომ ყველა ქალაქში უნდა იყოს ყველაფერი კარგად, ეგრეც იქნება რა. თორე მარტო მე რომ მოვინდომო, ივამ რომ მოვინდომოს, მიშამ რომ მოინდომოს, ანუ პონტი არ არის რა, რომ რაღაც გამოვიდეს. ყველას ერთად უნდა უნდოდეს. ეს არის ნიაზ დიასამიძის ბაზარი. მე მან ეგეც თქვა რომ აი ღვინოში რომ შაქარს უშვებით ეგ არისო ჩვენი პრობლემაა, ეგეც პრობლემაა. ეგეთი რაღაცეა. აი ყველაფერი გადის მე მინიმალურად. ხო რა, ანუ ჩადიხარ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს და კი გვინდა სხვა. და ყველაფერი იქიდან იწყება რომ ლოგინის მოწესრიგება გვეზარება და მე დანარჩენს თავი და. ხო, აუ მე მაგაზე რა ვთქვი, მე ლოგინს ვერ ვალაგებ ძმაო. ყანაში რა უნდა დავალაგ. კაი, სხვა მაგალითი მოვიყვანოთ ამას. აუ ეგ არა. ხო და ეხლა რა შეეხება დღევანდელ სიტუაციას რა, ეხლა უკვე განსხვავებული სიტუაცია. აი თავიდან PvP-მაც ძალიან ძნელად ითრია ფეხი, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ აი პირველი სეზონი რომ დაიდო, თვითონ პირველი სეზონის მომზადების პერიოდი, აი კულუარებიც კი როგორი იყო, იცი რომ ლამის არ ვიცოდით რას ვაკეთებდით. მე არ ყოფილო რა თქმა უნდა ორგანიზატორებში, მაგრამ საქართველოში ვიყავით სულ რამდენიმე ადამიანი, რეალურად იქ პირველ კენჭის ყრაზე ვიყავით 1-3 იმდენი ადამიანი, ვიდრე რეალურად გამოვიდა კამერებთან. საქმეზე რომ მიდგა არტისტების თვალსაზრისით ვიძახი რა. დაიშალნენ ტიპები არ მოვიდნენ. ყოვას ხონდა ესე ქუდი რა. ხო. ცალკე ბარი იყო რაღაც. სადაც შევიკრიბეთ, რომ დაიგეგმა, რომ ესე ვაპირებთ რა. ქუდში ჩაყარეს ეს სახელები, რავი 20-30 სახელი იყო რა, მაგდენი არტისტი არ გამოსულა იქ. დავწყვილდით, ესე და ესე ამოვიდა რაღაც სახელები. და მაგ დროს იყო პირველი გამოჩენილი პელე, პირველი გამოჩენა იყო დათომეზის და კულუარებში ვიცოდი რა, ანუ ისე ძალიან რამდენი ერთი სიმღერა ქონდა რაღაც დაუმიქსე დათომეზს და ვიცოდი რომ აი ძალიან კაი ტიპი იყო რა. მაგრამ კაცი შულმა არ იცოდა ვინ იყო დათომეზი. არა ყველას ვეუბნებოდი რომ მეთქი ამ პელე მოიგებს, ან დათომეზი მოიგებს, მეთქი და აუ რა პელერის დათომეზი და რახან მე ვითომ რაღაც ბეთლთან მქონდა შეხება ადრე რაღაცნაირი დისის თვალსაზრისით და ასე შემდეგ.
ყველა თვლიდა რომ შენ ხარ ფავორიტი, მეუბნები არ ვარ ფავორიტი, ან პელე მოიგებს, ან იმიტომ რომ ვიცოდი რომ პელე ძალიან ჩემზე ბევრად ადრე გარკვეული იყო ამ ტექნიკაში რა. საქართველოში მგონი ერთადერთი ტიპია, არ ვიცი ხა პელე რას გეტყვით, მაგრამ ჩემი გადასახედიდან მგონი პირველი ტიპი იყო, ვისაც punchline-ებთან შეხება ჰქონდა რა. Pure punchline ტექნიკასთან და როგორც ბეთლის მიმართულებით, თავიდანვე ბეთლ რეპერი იყო რა. მაკედან ჩამოყალიბდა რომ აი ეს ამოიღო რაღაცები, მე გადაღებაზეც რომ მივედით, თვითონ დამსწრეს საზოგადოებას არ ქონდა არანაირი წარმოდგენა რა შეიძლება იქ დახვედროდა რა. ხო. ამათ ქონდა წარმოდგენილი რომ რაღაც დისებს იტყოდნენ ერთმანეთზე რა. რეპებს მოყვებოდნენ. ხო, რაღაც ეგეთი და აი თვითონ იქ იყო დაბნეულობა რა, აი დგომის კულტურაც არ იყო რა ცოტა ისე აი ესე რაღაც შეკროლები. ძველ ვიდეოებში როგორ რაღაცნაირად ის ანუ crowd control-იც არ იყო რა. ეხლა ვაფშე საერთოდ განსხვავებული არის ეგ და მაგ პერიოდში რომ დავდექით და დავიწყეთ წერა, როგორი შეხედულება იყო, იცი? აი, კოა მეუბნებოდა, რომ აი სადაც ორ კვირაში რომ დაწერე, მეთქი აი ორ კვირაში შანსი არა და მაგ დროს აი წარმოდგენა არ ქონდათ რა, რომ აი რამდენ ხანში შეიძლება და დაწერილიყო battle verse, იმიტომ რომ დაწერა რა, მანდ იყო მთავარი პრობლემა დაწერა. მე უკვე როგორ იტყვი რა სიტყვი, მე აღმოჩნდა პრობლემა, რომ როგორ იტყვი რა სიტყვი უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე რას დაწერა. და მაგიტო იყო ხოლმე, რომ რაღაცნაირად აი ის სუსტებს განსაცდელი ელიტა რაღაც აი სულელური რაღაცები ხდებოდა რა. ძალიან ხო, დელივერის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. შეიძლება ტიპს ფურცელზე ბეთლი მოუგო, მაგრამ პერფორმანსით მოგიგოს და ბეთლის წაიღოს რა. ეგ არის მთავარი თემა. ვაიბი მან ყველაფერს ნიშნავს რა. ეხლა რაღაცას ვიტყვი. ხო. აბა? ეგ კინაღამ მოხდა. Okay. Change my pitch. Oh. არ მაიკთან ბეთლთან. ხო. პლარი რო დავადო. კინაღამ მეთქი ბიჭო, კინაღამ მოხდა. აი, პანი ხო გაგიძრო პანჩი. როგორ მოგიგორებ ბეთლით ცეკვით. აა, პერფორმანსით როგორ? პერფორმანსით ცეკვა. ვიშკა მოკითხვა მიყვარხარ. ასევე ბანისაც მოკითხვა ძმო. ბანისაც მოკითხვა. ხო და ბაქედან ნახტომი პირველი სეზონის მერე მეორე სეზონზე საკმაოდ დიდი იყო, ნუ ეხა ვიზუალის თვალსაზრისით იქ რამდენიმე ბეთლში საერთოდ GoPro-დან აღებული ხმები იყო და მახსოვს რომ ჩემი და დათომეზის ბეთლი რო დაიდო, ვიღაცები აი მეტროებში რო ჩავდიოდი, მეტროებში უყურებდნენ და ქუჩებში ისხდნენ და უყურებდნენ და სკოლებში დაიწყო რომ აი რაღაც ფურცლებზე, გაკვეთილებზე და ასე შემდეგ. ერთ-ერთ სხვათა შორის ეგეთი ტახას ედო ეგეთი ვიდეო რომ პირველი სეზონის თუ მეორე სეზონის მერე მახსოვს რომ რაღაც სკოლაში ბეთლაობდნენ რაღაც რვეულის ფურცლიდან და მახსოვს ეგ ვიდეო რა. კიდე იყო რომ აჰა ბეთლაობდა? კი, სკოლაში. მოგითხო. და რატო დაგვივალე? კი, აუცილებლად მოკითხა. მოხვალ შეესტუმრეთ, მოყვები მაგას. კი, ნამდვილად ძალიან საინტერესო ისტორია, იმიტომ რომ სხვა პერსპექტივით დანახული უკვე სხვა არის, იმიტომ რომ მე უშუალოდ ეპიცენტრიდან ამ დროს აი მაგალითად ბანიც იგივე ისტორიას მოყვება. ბანიზე ვიცი, yes. ხო, რომ მასაც აქვს ნატკო სხვათა შორის მე და ბანის ერთი და იგივე დამრიგებელი ვყავდა. ხო. ხო და ადრე მახსოვს სულ თავიდან ბანი მომწერა რა, რომ შენი დამრიგებელი მყავდა, ოღონდ სკოლაში იყო ბანი მაშინ და შენი დამრიგებელი მასწავლდა რაღაც, მე ავიდგინე, ეს ბანი იყო, ბიჭო და არა და მითხრა რომ მაშინ რეპს მეც წერდა რაღაცეები და ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ მომასვენა რაღაცები ძალიან კაი იყო. ხო და მაგის შემდეგ უკვე მესამე სეზონი იყო, მესამეში გამოვედი ხო მე მგონი. მესამეში ხო გამოვედი. პირველის მერე მესამეში გამოვედი. Yes. ხო, მესამე სეზონში უკვე აი kill mode-ზე ვიყავი გადასული, იმიტომ რომ იმდენი punchline-ი მქონდა დაგროვილი და ისეთი ტექნიკა ჩემი აზრით ბეთლს რაც უხდება, ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ აი რომ წერდი, რომ ჩავწერეთ ის ბეთლი და რომ გამოვედით, ხალხის რეაქცია იყო, როგორ იცი, იქ დამსწრეს საზოგადოების, რომ აი ის ადამიანები კი რომლებიც აი არტისტები რომლებსაც აი ვიცი რომ არ უყვარო რა პირადად აი პიროვნულად რაღაც მოჩხოიცები ვიღაცა რომ უბრალოდ არ გიყვარს მიზეზის გარეშე აი ეგეთი ადამიანებიც კი მწერდნენ რომ holy shit ეს რა იყო და ანუ ჩემთვის იყო ძალიან დიდი ეფექტი რომ ანუ ამ როგორ ვიყავ ვიცი რომ მეთქი ამას რომ წერ ეხლა შეიძლება ბევრმა ვერ გაიგოს მაგრამ მე გავისტორებ ჩემსას რა იმიტომ რომ მე მინდოდა ჩემი თავი მენახა ამ URL ბეთლერის ტიპის დონეზე რა და მაგ მუღამით წერდი. შეჯიბრიშ საკუთარ თავთან. ხო, რა, ანუ ტექნიკას რამდენად წინწაწევ. ძალიან კაი სქემები იყო, ძალიან მომწონს ეგ მესამე სეზონის შენი თავი ძალიან მომწონს რა. კი, მე ძალიან კაი სქემები იყო. თან მაგ დროს აი 100%-ით ვიყავი დარწმუნებული რომ მოვიგებდი, იმიტომ რომ აი ზუსტად ვიცოდი ეტაპობრივად რა უნდა გამეკეთებინა რა. თითოეულ ტიპთან და
აი ეს კენჭისყრა რო იყო, აი იქედან დაწყებული, აი ვიდეოებიდანაც კი რო ვიღებდით, არ ვიცი ეგ მასალა ვინმეს თუ აქვს, მაგრამ არ ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი ტიპი იღებდა მან და ეგ ვიდეოები წესი უნდა კონდეს, რომ აი იქაც კი უკვე Battle Mode-ზე ვიყავი რა. ანუ I don't give a fuck. რო წერდნენ იქ რაღაცა G და ვიღაცაები ინტერვიუებს რო წერდნენ, აქედან ჩემი რეპლიკები იყო, რომ აი იქვე მინდოდა რა დამეწყდა. ძალიან კარგი იმაზე ვიყავ, უბრალოდ. მე ვიცოდი რომ მან სეზონს მოიგებდი. მეც ეგ ვიცოდი. მე და ვიცოდი. აი რაღა დაგიმალოთ და მეც. რაღაც MC სპოილერი მაგითო დავირქვი, რომ სხვადასხვა ძალიან კაი გამოცდილება იყო, მიუხედავად იმისა, რომ 180 გრადუსით შეიცვალა მიმართულება მაგ სეზონმა ჩემთვის პირადად. და აი ბევრს გონია, რომ აი რატომღაც აი ამ იმასთან, რა ქვია, PvP-ის ორგანიზატორებთან და ასე შემდეგ ძალიან ისეთი დამოკიდებული მაქვს, რომ სადაც ვნახავთ ერთმანეთს გვერდსაუბრით და ასე. არა, აი ჯისთან ბეთლის ჭხუბი რომ მქონდა, იქაც იყვნენ მოსულები, ჩვეულებრივად ხელი ჩამოვართ, ასე შემდეგ. შეიძლება ძმაკაცები და მეგობრები და გადაკრული ახლობლები არ ვართ, არც არის საჭირო, ხო? რატომ უნდა იყო ყველასთან მეგობარი, მაგრამ მე ძალიან ვაფასებ, რაც PvP-მ გააკეთა იმას. ეხლა ნახე, შეიძლება რა თქმა უნდა. ერთ პატარა გადახვევას გავაკეთებ რა, ლირული გადახვევა რო გავაკეთო, ცოტა შორს წავალ, აი მეორე მსოფლიო ომის მაგალითი რო ავიღოთ რა. ეხლა მიხვდებით, რატომ მყავს ეგ მაგალითი რო 1930 წლის და 1945 წლის მერე სამყარო რო აიღო, აი 5 წლის სხვაობა. აი ამ ომმა იმხელა რაღაც გააკეთა, რომ აი მედიცინა განვითარდა ამ 5 წელიწადში საოცრად. ავიაცია გავითარდა 5 წელიწადში საოცრად, იმიტომ რომ ქვეყნები ცდილობენ რომ ერთმანეთზე უკეთესები ყოფილიყვნენ ამ ომში რა, ამ ომის გამო თან. ძალიან ცუდი მიზეზია, მაგრამ ამ ომმა წარმოშვა ის, რომ აი კატაპულტირება მოხდა განვითარების მხრივ რა, თუნდაც ცივილიზაცია, თუნდაც ქალაქების დაგეგმარება, ყველაფერი შეიცვალა აბსოლუტურად, ადამიანების მენტალიტეტი, პროფესიები შეიცვალა, მაგის მერე დაიწყეს მთვარეზე გასვლა და იქ ჯიბრი და ასე შემდეგ. და ეხლა ნახე PvP რა არის აქ, რომ ზუსტად ამ ომის ველი შემოგთავაზა და ამ ომის ველზე აი თუნდაც მეც რა საკუთარი თავის განვითარება სად უპოვე ისევ Battle-ში, ხო? ანუ მინდოდა რომ აი Battle-ში რო განვითარდი, მე წერის პრინციპი განმივითარდა უკვე რა, ანუ ლირიკების პოვნა, ფლოუების პოვნა, ფაქეთის პოვნა, ბიტების პოვნა და ასე შემდეგ, ბევრად მარტივი გახდა ჩემთვის და ამ ახოდო ამოღაბებ ხალხზე რა მუშაობს ლირიკებში რა. ხო და ამ ომმა შექმნა განვითარება აქაც რა. მაგიტო იხარჯება ზოგადად ყველგან აბსოლუტურად ომში უფრო დიდი ფული, მაგიტო არის ხოლმე რომ აი ომის თემატიკას და რა სამინისტროც არის ახლოს ყველაზე მეტი ფული მაგათა აქვს, იმიტომ რომ ეგ ანვითარებს მე ყველაფერს რა. მე კოლეგებს და ასე შემდეგ თუნდაც. მე ვთვლი რომ PvP არის პირველი რაღაც ნათელი წერტილი რაღაც bright point-ი ერთ-ერთი ნამდვილად ეგ ერთ-ერთი პირველი რამაც ამ ქვეყანაში ჰიპ-ჰოპის თამასა აწია. არა, ძალიან კაი მაგალითი მოიყვანე რა. ეგრე არის რომ ანუ კონკურენცია არის პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებული განვითარებაზე. ხო, საუბრობდით მაგაზე მედმოსესთანაც რომ ამ ქვეყანაში ცოტა გვაქვს რა ის აი Battle-ზე რაღაცას დაწერ, მაგალითად მოემზადები Battle-ისთვის საკაიფოდ ყველაფერს გააკეთებ და მე მორჩა ეგ ყველაფერი იქ მთავრდება ეს შენს კარიერაში იწერება როგორც გამარჯვება, მაგრამ არა როგორც რეპერტუარი რა. ანუ ეხლა წამოვიდა ეგ ის პონტი, რომ რადგანაც BPM-ზეა არტისტები ბაზრობენ ხოლმე ლაივებზე, თორე აკაპელაზე რაც იბაზრე იმას ხო პერფორმანს ვერ ჩაატარებდი რომელიმე კონცერტზე. ხო, მართალი. და ეგ არის პონტი, რომ ეხა ეგ კომპეტიშენი ჭირდება ქვეყანას. სტუდიაში არტისტები რასაც გააკეთებენ, აი იმაში შეჯიბრი იყოს. როგორც ბილბორდია რა, ეგეთი პონტი. ზოგადად მთელი ჰიპ-ჰოპის მიმართულება ეგ არის, რომ შეიძლება იქ KRS-One ძალიან განმანათლებლურ ტექსტებს წერს და რაღაც Killer Mike ლექტორი არის და ამ ლექციებს თავისი ალბომებით გადმოგცემს, მაგრამ ამავდროულად პარალელურად არის ის, რომ Killer Mike რამდენი წლისაა უკვე, რავი, 50-ს უგაკუნებს და Travis Scott ძდისავს ახლა აქ უკვე, იმიტომ რომ თქვენი GOAT-ი შევჭამე Grammy-ზე და რაღაცეებს იძახის, ხო? ანუ ეგ სული გინდა არ გინდა არის, რაც არ უფრო განმანათლებელი ტიპი იყო რა. ანუ როცა გააქეს ჰიპ-ჰოპის რაღაც ცეცხლი გულში, აი შანსი არ განებებს თავს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის შავი ლაქა არის PvP, ბევრისთვის თეთრი ლაქა არის, მთავარია რომ აი ლაქა არის რა. და ეს რო შეხედავ ფურცელს, აი ეს ლაქებით იწერება რა ისტორიები და არა აუცილებელი რომ შენ ყველაფერი მოგწონდეს იმ ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრი ღალატია, მაგრამ იმ ღალატმა კიდე ძალიან ბევრი რაღაც chain reaction-ები გამოიწვია, ხო? გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო. ისტორიული არხი, ისტორიული არხი. ბატონო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისტორია გავიხსენე და ხა უცებ მოვიდა დისებზე მინდოდა რომ აი მანდ მინდა ბოლოს რომ მივიდე რომ აი ეხლა რახან ეპიცენტრში ვართ ხო ამ ყველაფრის და არც ერთის მხარეს არ ვარ
რაღაცნაირად მე არ მეეთიკურება მიუხედავად იმისა, რომ ბანი ჩემი ასე თუ ისე რაღაც შორიდანაცნობი და თანაქალაქელია, პელესთან ურთიერთობა მაქვს, დასის ბიჭებთან შეიძლება პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მიმოწერა მაქვს და როდესაც მე რაღაც დამჭირდა გვერდში დამიდგინე თუნდაც ემოციურად მაინც, სახელებს არ დავასახელებ ხო კონკრეტულად ვის. ყოველ შემთხვევაში აი ბევრი ნაცნობი ყავს, რომლებიც მათზე მეუბნებიან კარგს, აქეთ ბევრი ნაცნობი, მე არაფერ შუაშია ვარ, ანუ ბევრის გამსმენია, რომ აი რომელის მხარეს ჩვენც ეგრე ვართ. ანუ რატო უნდა იყო მხარეს? მე ვარ ყოველთვის განვითარების მხარეს და არ ვიცი, ყველაფერი მთავარია კარგად იყოს და დანარჩენს მე ყოველ შემთხვევაში ამას entertainment-ს არ ვუკეთებ, ანუ არ ვცდილობ რომ ან რომელიმე სიმღერა გავაზიარო, ან მე პირადად არც კი უსმენ. იმდენად არ მინდა რომელიმე მხარე დავიჭირო, რომ აი გინდა რა, აი ჩემი ძმაკაცები რო რთავენ ხოლმე, ვცდილობ რომ თავი ავარიდო რა, აი რომ მეუბნებიან ხოლმე აზრს რა, არ მინდა რომ მე ვინმემ გაიტანოს ჩემი სიტყვა სადმე და ვინმემ რაღაცნაირად კუდები მოავას, იმიტომ რომ ძალიან პატარა ქვეყანაა, გინდა არ გინდა და რაღაცას გაიტანოს. ამიტომ ვცდილობ რომ საერთოდ გავერიდო რა, აი რაც შეეხება იმასაც PvP-ს ვერსები და აი თქვენ რო ახსენეთ რა, მაგასაც კი არ ვუყურებ. იმიტომ რომ როგორ აიცი რომ არ მინდა რომ მე რაღაცნაირად ჩემში ისევ თავიდან გაიღვიძოს ამ ბეთლერის ტიპმა და მე რო ვიცი ახლა ჩემი ცხოვრების სტილი და დროის გადამკიდე ვერ ვახერხებ ამ ყველაფერს და აი რაღაცნაირად არ მინდა რომ ჩემი თავი წარმოვიდგინო იმ ნიშაში რომელშიც ვერ ვიქნები რა. ასე რომ უბრალოდ ჰეიტინგი არ მაქვს არავის და არაფრის მიმართ, უბრალოდ ნეიტრალიტეტი მაქვს აბსოლუტურად ყველას მიმართ და ვინმეს დახმარება ჭირდება პირიქით 100%-ით მასთან ვარ, ანუ და ზუსტად იგივეს რა, ანუ ომის თვალსაზრისით და ხედვა რომ მოვარგოთ ახლა ამ ყველაფერს 3 წელიწადში ზუსტად ამ მომენტის გამო, ამ ბეთლების გამო, რა პროდიუსინგიც ახლა იდება, რა მიქსებიც ახლა იდება, რა ლირიკაც ახლა იდება და რა კრაუდის ახლა იკვრება და ანუ რაღაც კულტურის ხედვა უჩნდება ხალხს. აი ამის გამო 3 წელიწადში წარმოიდგინე ახლა რა მაგარ დონეზე იქნება ჰიპ-ჰოპი. ასე რომ ჩემი დამოკიდებულება ამის მიმართ არის ერთადერთი, რომ მე ვიცი ეს ყველაფერი ჰიპ-ჰოპს განავითარებს საქართველოში. აუცილებლად. სხვას არაფერს არ ვეხები ან მე ვთვლი რომ ეს ყველანაირი დისები და ყველაფერი მისაღებია, სანამ ეს ყველაფერი მუსიკალურ ჭრილს არ ცდება და ადამიანებს აქვთ ის რომ აი მუსიკაზეა რა. მე არ მომისმენია მართლა ეს ყველა დისი ვერ ვიტყვი რომ ვიცი, მაგრამ ის რაც მუსიკაში ხდება და მუსიკალურ ჭრილში არის, უნდა დარჩეს იქ რა. იმიტომ რომ ახლა რავი, ჭადრაკის ფიგურებს აი აქ არანაირი ძალა არ აქვთ, იმ დაფაზე არიან ესენი როჟები რა. აი აქ არაფერი არა. ეგ არის რა, ხო რა. და ის დაპირისპირებები ჩემი აზრით არ უნდა გამწოლდეს არსად რა. რა არის შენი ფრისტაილის წყარო? ეხლა აღარაფერი, მაგრამ თავიდან იყო ორი ტიპი. ერთი თავისთავად ემინემი იყო და მეორე უფრო ძლიერი, გინდა იჯერეთ, გინდა რა, იყო მაქს მაჩაიძე. არ ვიცი თქვენ რამდენად იცით მაქს მაჩაიძეს ფრისტაილები, აი შეიძლება რაღაც საბაგიროს ფრისტაილი და რაღაცები, გააქვთ ნანახი. აი შეიფურთხე და მე და ცნობილი ვიდეო იყო, მაგრამ მოკლედ Milkbone-ის ერთ-ერთ ბიტზე უცებ YouTube-მა მომიგდო ეს ვიღაც ბიჭი, რომელიც რაღაცებს რეპავს რა. მე მოქვს იმასთან რობაზ, ბოდიში გაწყვეტნებ დეისასთან. ხო, დეისასთან და ცალკეც კიდე რაღაცები. ეგ იყო მგონი ერთ-ერთი პირველი freestyle battle თუ პირველი არა საქართველოში, არ ვიცი. საიდან ნახეს მაგ დროს ეგეთი ვიდეოები, მაგრამ აშკარად ჩვენზე წინ იყვნენ რა მაგ მხრივ და პირველად რომ შემხვდა, მეთქი ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ სახლში იჯდა ტიპი, თავის კომპიუტერთან ნოუთბუქთან არ ვიცი რა იყო და Milkbone-ის ბიტზე რაღაცებს საუბრობს. მე რომ დავაკვირდი, მივხვდი რომ ძალიან იმპროვიზაციული იყო რა. მე კიდე რაღაც რო იყო, მე კიდე რაღაც ძალიან იმპროვიზაცია. მეთქი, მოიცა, ანუ ეგ რაღაც სტილია, არ ვიცოდი თუ ეგეთ სტილი იყო და მე რო დავფიქრდი, დავაკავშირე ის ემინემი რაღაცა და გადმოწერე რაღაც webcam recorder, რომელსაც თავის ლოგო მოყვებოდა, არ ვიცი რა იყო ეგეთი და ლურჯი. ხო, რაღაც ეგ იყო მგონი ზუსტად არ მახსოვს. ხო, კი, ეგ იყო. ხო და დავიწყე რაღაცების freestyle მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ ის არ მქონდა რა, სასაუბრო თემატიკა არ გამაჩნდა, რაზე შეიძლება მესაუბრე რაღაცები და ვიღაცების თემატიკებს ვიღებდი ხოლმე და ვიწებდი საკუთარ თავზე, რომ რაღაც struggle ცხოვრება მაქვს და ასე შემდეგ რა. იმიტომ რომ მაშინ ფიტული ვიყავი ჩვეულებრივი, არაფერი არ მქონდა შეგინდა. ვცდილობდი რომ რაღაცები გამეფრისტაილებნა, სიტყვები მეპოვნა რა, ზღვა და სხვას გარდა კიდე რაღაცები სხვა და სხვა. ხო, აი რამის გავს რაღაცები გამერითმა რა. ზღვა და სხვა ეგ უკვე double rhyme-ია, რომელიც 10 წლის მერე შემოვიდა.
ხო და მსგავს რაღაცებს რო ცდილობდი, მე უკვე მინდოდა რომ ემოცია მენახა ხალხისგან, ფეხბურთს რო თამაშობდი ან რაღაც უბანში ვიყავენ, რაღაც მიუხედავად იმისა, რომ ყველას ფეხებზე ეკიდა რა, რეპი მაგ დროს. ვცდილობდი რომ აი რაღაცნაირად ვიღაცის შარვალზე მეთქვა, ვიღაცის ფეხსაცმელზე მეთქვა, ვიღაც რაღაცაზე მეთქვა და აი ეგ იყო ჩემი ეგოს მასულდგმულებელი, აი მაგით ირწყებოდა ჩემი არტიზმი, რომ ვიღაცა რაღაცას, ვაჰ, ეხლა მოიფიქრე და მეთქი, yes! სახში რომ მიდიოდ მე ველად მეძინა ხოლმე. თან ეგ გამოიწვია კიდე იმან, რომ ფრისტაილი იყო ჩემი ერთადერთი გამოხატულება, იმიტომ რომ ფიზიკურად მაშინ სტუდიაში ვერ მივიდოდი. სხვათა შორის ეხლა არ ვიცი სადმე მაქვს თუ არა ნათქვამი, მაგრამ აქეთ რომ მოდიოდი მაშინ დამარტყა თავში რომ ზუსტად ამ პერიოდში, როდესაც ბიტები არ იწყებოდა რა მაგ დროს. ბიტები იწყებოდა როგორ რომ აი მაგალითად სიმღერა რომ თავდებოდა სიტყვას ვთქვათ Exhibit-ის LAX. ბოლოს რომ სადაც არ ლაპარაკობს ის აუტრო ბიტი, ჩაჭრიდა ვიღაც, მიაბამდა, ლუპს გააკეთებდა და მეუბნებოდა რომ ბიტი აგიწყვე. და მეთქი, ვაუ, ბიტი აწყო და ეს ღირდა მაშინ 20-30 ლარი, 20-30 ლარი მაშინ იყო რაღაც 250-300 ლარის ეკვივალენტი ეხლა რა. და წარმოიდგინე ბავშვმა მაგ პერიოდში, თინეიჯერმა, რომელიც რეგიონში ცხოვრობს და სამსახური არ აქვს, როგორ უნდა გადაიხადო და რაღაცებს ვიპარავდი მაშინ და 20-30 ლარი შევაკოცდი და ვიღაცა მომცა ეს ლუპი. და ერთ-ერთი ლუპი იყო Tupac-ის When We Ride on Our Enemies. და აუტროში იძახის When We Ride on Our Enemies და იმან ისე ჩაჭრა, რომ ეს ფიზიკურად 4 ბარი არ ჯდებოდა და enemies მიაყოლა რა. და ეს ბიტი რომ დამრჩა, ვა მეთქი ახლა ეს enemies რო ისმის რა ვქნა. და მე მოვიფიქრე ეგეთი რაღაც შემო კრეატივმა ჩამზახა რომ enemy დაირქვი და ვითომ შენი სახელია რა. და აი Tupac-მა დამარქვა, ანუ Eminem-ი არაფერ შუაშია რა, ბევრს გონია რომ Eminem-ის გამო დავირქვი. სინამდვილეში არის ისო ინსტრუმენტალს მოყვა Tupac-ის enemy-ის ეგრე იძახის რა. და მეთქი 30 ლარი მაქვს ამაში გადახდილი ხარ რა, გადავაგდო ეგ ბიტი რა. ხო და მოკლედ ესე დარჩა რომ მე ვიღაცები რომ რაღაცა ვა როგორ დაასვი Tupac-ის ხმით enemy-ის რა. ეთი ეგრე ფული მივეცი რა და გამიკეთეს. ბაზარი არის. ეგ იყო რა მთავარი ფრისტაილის მთავარი ამოცანა და მე უკვე რომ აი წერა დავიწყე და ასე შემდეგ და overthinking-ები რო გამიჩნდა, მე ეგ უკვე მტერი გახდა რა მაგ ფრისტაილის, იმიტომ რომ რაღაცის თქმა რომ მინდა მე თვითონ მექრინჯება რა. არ შემიძლია. ეხლა რო სიტყვები გითხრა გავფრისტაილებ? არ ამგონია. ანუ გულახდილად რო გითხრა, ფრისტაილი არ გამკეთებია, სადღაც 10 წელია და რასაც შენ მეუბნები ეხლა, ყველა სუფრაზე მაგას მეუბნებიან რა. ანუ ის რაღაც კომედი შოუს ტიპი რომ მოხდება და აუ მაგარომ ეს გვეტყვი ეხლა რაღაცნაირად ეგეთი ის გამიჩნდა რომ საკუთარი ის ოკეი მაშინ მოდი დიჩი და ჩელენჯი მე მომწონს როცა ვიღაცები ჩემს სიტუაციაში გრძნობენ თავს იმიტომ რომ მეც ეგრე ვარ ხოლმე რა ხო რა ეგ ძალიან საინტერესოა ძალიან ბევრი შემხვედრია ეგ რა შენი ვიდეოები რაღაც ბათუმის ბულვარში და რაღაცას შემდეგ ხო კონდა ხო არ ვწდები ბათუმის ბულვარში თუ სადღაც ბულვარი იყო არ ვიცი ვიღაც გოგო რო გეუბნება რაღაც TikTok-ზე ხო TikTok-ზე ეხა გავიგეთ საგადავიღეთ იმაში ვაკეში გადავიღეთ ხო რა ქვია მზიურში yes okay მოდი დავაჩელენჯოს დიჩი ერთადერთი რაც ახლა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიტრიალებდა თავში ისევ ის იყო რომ გივარდება შტატივი არ არის მარტივი მაგრამ ჩაწერას რო აგზელებ ამის გამოც პატივი ანუ ეგ იყო ერთადერთი რაც მინდოდა თავისი წერს რა ანუ თვითონ მოდის ხოლმე რაღაცეები და აი ფიგურებზე და დაფაზე და ასე შემდეგ და თავის ქალაზე რაღაცეები თვითონ არის უკვე დაწერილი რა უბრალოდ ის არ მიყვარს ხოლმე ამაზე ხაზგასმა რა იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ეგ ჩემი ნიშა აღარ არის და ვფიქრობ რომ შენ უკვე აბსოლუტურად აითვისე ეგ სფერო და ეგ ფილდი და შენი ტროფი არის ეგ უკვე რა ანუ ყოველ შემთხვევაში ისიც არ არის რომ ამ თორჩი გადმოგეცი შეგრძნება არ მაქვს რა იმიტომ რომ მე რაც მქონდა დავტოვე უბრალოდ შენით აღმოცენდი ანუ თორჩის გადმოცემა არის რომ რაღაცა ვიღაცამ სიტყვას ვთქვათ Tupac-მა რო გადასცეს Kendrick-ს ხო იმიტომ რომ ერთი ლაინის გამგზავნებებია შენ აბსოლუტურად სხვა მემართულება გაქვს და მე მაგას ძალიან დიდ პატივს ვცემ იმიტომ რომ ამას კრეატივი ჭირდება და სხარტი აზროვნება ამამი განსაკუთრებული რა მე ძალიან დიდი მადლობა მართლა speechless მო იცი რისი მუღამი მაქვს უბრალოდ არ ვიცი იქნება თუ არა შესაძლებელი ეს რომ ოდესმე მქონდეს ბეთლი სადაც ეს ხალხი ხო შეეკრიბება ამ ბეთლის აყურებლა და ადგებიან რაღაც სიტყვებს დაწერენ ეს იქნება დაფა ამ სიტყვებზე უნდა გავდისო ჩემი ოპონენტი აჰა და მე მესიჯერი რომ მოვა იმასაც იგივე და ამ თემები ძალიან ზოგადია რა ეხლა ჰიპ-ჰოპ კონკრეტული თემები რა რაღაცა ის ბიჭო მე მაგალითად მიჭირს თუ ის თემა იმენა მე არ
ჩემი იმიდან ეგოდან არ მოდის იმინა ეგ თემა, მაგაზე ვერ გავაკეთე. აი შენ რომ მითხრა რომ ეხლა რავი კატაპულტზე გააკეთე, ისა ფრისტაილი ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ მაგრამ კიდია კატაპულტი რა, ბევრ რაღაცაზე ვილაპარაკებ ფრისტაილ, გავაკეთე ფრისტაილს და ისე გამოჩნდება ხშირ შემთხვევაში რომ ეს უკვე დაწერილია ძმა, პონტი არა. ოკეი. კიდია დაწერილი გეტყვი და შევახლა ესე კიდია დაწერილი. კაი, ჩართე ის. კი, ეგ ძალიან საინტერესოა. მოკლედ ფალოვანი ყავს, მაგრამ ოპონენტი ვერ უშოვეცი რა. ეგეთი ამბავია. ოკეი, კაი, სიტყვები ვთქვათ? სიტყვები არის ავტობუსი, სინაზე, პრიზმა, გულაობა, ბეთლი. ვერ მოერევა გიგანტს ბუზი, ჩემი ეგო დიდია როგორც იალბუზი. ვინ გზავრებ ადამიანებს როგორც ავტობუსი თუ ჩემი სიტყვები შედით ყურში. მე მკიდია მათი სინაზე და დაიმახსოვრე კარგად ყველა სიტყვა რაც ვიბაზრე. ჩემი მომდევნო ფრისტაილი უკეთესია წინაზე. ოღონდ არ გაი ეს გამოდიოდა ვიღაცის დისი, ამიტომაც არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს არავისი. ამიტომაც გავჩუმდი, თითქმის დავდუმდი. ჩემი გონებიდან მოდის პრიზმა, ვერასოდეს ბეთლში ვერ მომიგებს კლიზმა. არასოდეს არ ვიქნები ყლის ძმა და არ მინდოდა ამდენი ცუდის თქმა, მაგრამ უბრალოდ მოიტანა თემამ, თუ არ გევასებით უბრალოდ ყველამ. დაგვანებეთ თავი, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და თქვენი საკითხავი არაფერი არის, ამიტომაც ყველა გულაობა ისი არის როგორც ღია კარი. შენთვის ღია კარი არის მხოლოდ იქ, სადაც საკვებად არის ღია კარი. ოკეი. ბიჭო, ვიცი რა იყო რა პატარა გააძრე რა. ერთი სიტყვა და იც რა უჭირს კაც. ეგ არ იყო perfect, მაგრამ Good. Merci. GG. 9-second applauses. Oh. ეს უნდა კონდეთ ხოლმე აქ. შვენიალური. ვიფრისტაილეთ, ბეთლებიც გან. რაც არ უნდა ფრისტაილო მოგიგებო ფრთო როგორ იყო. ოკეი. ვიბაზრეთ ფრისტაილები. ორხი გამოიწერა, ბიჭო, რა გვიყურებ და არხს არ იწერა პონტიაც, ბო. წკა. ჩემი აზრით, შენ ხარ ახლა ვიღაცას ეწყენება, მაგრამ ესე უნდა ვთქვა, რომ ვინ ცოტა სტუმართაგანი ხარ, ვისთანაც იმ ცოტა სტუმართაგანი ხარ. ეს დრო აი ესე და ისე გავიდა ეს დრო. მაგამ ხრე. ვერც ვიგრძენი მართლა საინტერესო. რაც მთავარია, თუ ადამიანის საინტერესო არ არის, მაგი არ არის საინტერესო სოფელი. თანამედროვე პოეზია. არა, ძალიან კაია, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს რა არის, რომ სიყვარული გაქვს ამ საქმის და სიყვარულით როცა ყვები, ნაკადულივით მოედინება რა სათქმელიც, არაფერი არ გაქვს საფიქრალი, ყვები იმაზე რაც აქამდე გქონდა, მომავალზე, გეგმებზე, რაც ყველაფერი ცხადია რა. რაღაცებს თუ იგონები გზა და გზა, მაშინ ენაც ფეხს ითრევს ხოლმე და მე ძალიან მომწონს ასე თქვენ აკეთებთ, ძალიან გამიხარდა აქ რო ვარ მოსული და ძალიან მიხარია ისიც რომ ისეთი ისტორიები მოვყევი, ისი გაგონებაც ალბათ ხალხს უნდა და ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს ახალია ხოლმე, თუნდაც ერთი და იგივეზე ბევრჯერ ვილაპარაკო, მაინც რაღაც ახალი ის ემატება რა, პერსპექტივა და რავი, ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება არის და მაყურებელთან შეხება რომ მაქვს ხოლმე, თუნდაც აი ამ რა ესეთ კარგ გარემოში აქამდე არასდროს არ ყოფილვარ ხოლმე პოდკასტის თვალსაზრისით რა. რავი, ჩემთვის დიდი პატივი არის და იმედია კიდე მექნება არაერთხელ ამის საშუალება თქვენთანაც, ხვებთანაც და ჩემთვის ეს პლატფორმა რო არის, უკვე დიდი პატივი არის რა. იმიტომ რომ ამის შემოთავაზება და გაზიარება მართლაც რავი. დიდი მადლობა ამისთვის. ჩვენთან განმეორებითი სტუმრობები პრობლემა არ არის ხოლმე არანაირად, იმიტომ რომ შეუძლიათ ადამიანებს აუცილებლად ჰიპ-ჰოპ ადამიანებს მოიტანონ თავიანთი აზრი ჩვენთან და ერთად გავიზიაროთ. თან ეს ხო ის პონტი არ არის რომ აი ვიღაცა მე შენს აზრზე ხო არ უნდა მოგცეს რაღაც შეფასება. უბრალოდ აქ მიდის მეგობრული საუბარი თემა ეგ არის და რაც მთავარია ჩვენ არ ვწერთ კითხვებს და რაღაცებს რა, უბრალოდ მიდის საუბარი. ხო, რაღაც ის არ გვაქვს, ხო, ასე ხარ აი წინასწარ ეს ჟურნალისტები ჩამოწევენ. როგორ დაიწყო ყველაფერი? ხო, რაღაც ხო. აი რამე კურიოზ ხო არ გაიხსენებდი და რაღაცეები. ზუსტად ის საუბარი გქონდა კამერის უკანაც, რაც კამერასთან ერთი განსხვავებაა, რომ ეხა კამერები არის ჩართული და ვცდილობ რომ აი ამ მიკროფონს მივაწოდოთ ხმა. That's all. Yes. ძალიან კაი.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველ შემთხვევაში ეხლა იმ ეტაპზე არ ხართ, რა ეტაპიც წარმოგიდგენიათ, ანუ სიტყვაზე ვთქვათ, განვითარების პერიოდში რო არის, ეგეც ძალიან დიდი მუღამია, ეს არის ქართული ჰასლინგის ერთ-ერთი ხასიათის მატარებელი, იმიტომ რომ ქართული ჰასლინგი და ზოგადად universal ჰასლინგი განსხვავდება ისევ და ისევ, იმიტომ რომ სხვადასხვა ბუნება გვაქვს, ხო? რა თქმა უნდა. და იმ დროს რომ ამ ყველაფერს უთმობთ, ვფიქრობ, ეს არის დასაფასებელი და ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს გართობის, ანუ ეხა კამერის მიღმა ადამიანი ამ ყველაფერს უყურებს იმისათვის, რომ გაერთოს, ხო? თქვენ აქ იმისათვის ხართ, რომ გართობა გვერდზე გადადეთ და ამის შესაძლებლად მოხვედით. მეც რაღაც დრო გადავდე და ამის გასაზიარებლად აქ მოვედი, ასე რომ ჩვენ ამაში ვიხდით დროს, თქვენ ამაში არაფერს არ იხდით, გარდა იმისა, რომ პრემიუმი შეიძლება გქონდეს ნაყიდი, რეკლამის გარეშე უყურებდი, მაგრამ ნახე, ხუმრობას თავი დავანებოთ, ყველაზე დიდი გადასახადი თქვენი მხრიდან, რაც ამ ადამიანებს დაეხმარება არის, ლაიქი, subscribe-ი, კომენტარი, ხო? აი ეს სამი დაახლოებით 5 წამის განმავლობაში შეგვიძლია სამივე ერთად გააკეთო. ჩემი აზრით, თუ ამ ყველაფრით სიამოვნებას იღებ, არ ღირსო გაატარო რა. ერთადერთი subscribe-ი ყველაზე მარტივი მხარდაჭერის გზა არის და სპონსორი ხარ რა. არ არის საჭირო რომ შენს vlog-ში კი ვთქვი, გადადიდა მისი ლოგი აუცილებლად ნახეთ, მაგრამ აქაც გავმეორდები რომ არ არის საჭირო სპონსორი იყო ფულით. სპონსორი უნდა იყოს აი ადამიანები რომ დროს ხარჯავენ ამაში, შენ subscribe-ით უბრალოდ ერთადერთხელ თან ერთჯერადად შეგიძლია რომ იყო სრული სპონსორი რა მთელი წლის განმავლობაში. So, რავი ჩემი გადასახედიდან ეგრეა რა. და ასე რომ კულტურას უბრალოდ მხარი დაუჭერთ. That's it. ოუ, ჩვენ ხო არ გუჯერებდით მანამდე და არხს რო არ იწერდით. ეხლა დაუჯერეთ ამ კაცს. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მე მაგ. და აუცილებლად, შენი გეგმების შესახებ მოვისმინეთ, რაღაც ცხოვრებისეული ცვლილებებისთვისაც ემზადები და ხალხმა იცის რომ მიდიხარ საქართველოდან? ჯერ ეგ მეც არ ვიცი, მაგრამ მოკლედ გეგმა არის ეგ, რომ რაღაც შემდეგი step-up-ი, რაღაც კარიერული წინსვლის თვალსაზრისით რაღაცეებს ვგეგმავ, ასე რომ მოკლედ როდესაც შენ ამ ქვეყანაში იქნები, აუცილებლად ყოველთვის იქნება შენი ადგილი ჩვენთან პოდკასტზე თუ სადღაც გადაცემაში და იქ თუ არ ვიცი, მოკლედ დიდი მადლობა, დიდი მადლობა. იმიტომ რომ სასიამოვნო სტუმარი ხარ და კაია რა. მადლობა კიდევ ერთხელ. მინდა რომ უღრო, აი, ყველა წარმატება გისურვო, რაც გინდა და რამდენიც გინდა მართლა. Thank you. ჯიგრები ხართ. ასევე ძმაო გაასწორა ეს იყო მოპოდკასტო, ჩვენთან იყო Enemy Peace. Peace. Enemies Party.